საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის რადიოს კორესპონდენტის ტარიელ ცეცხლაძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ტარიელ ცეცხლაძემ ქარტიას გუშინვე მიმართა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების სხვადასხვა მიზეზების გამო განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება საჯარო პირის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრადიციულ ბრიფინგზე დღეს დაგეგმილი სასამართლო პროცესის გამო არ დაუშვეს. მიზეზად კი ართან ელბერიძის უხერხულ სიტუაციაში ჩაყენება. დაუსახელეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ჟურნალისტის საქმიანობის შეზღუდვისა და რადიო აჭარის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტიც. არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიღება გავრცელების მიზანმიმართული შეზღუდვა უნდა გახდეს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებმაც გამოიწვია აღნიშნული ფაქტი. ასევე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტმა გამოიკვლია სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის საკითხი და გააკეთოს ახსნა განმარტებები. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების სხვადასხვა მიზეზის გამო განსხვავებულ პირობებში ჩაყენება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება საჯარო პირის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, მის ხელმძღვანელს და საბჭოს პრესსამსახურს არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში, არ ჩააყენონ ჟურნალისტები განსხვავებულ პირობებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ზოგადად ჟურნალისტის არ დაშვების ფაქტი უნდა შესწავლილი იქნეს სრულყოფილად და ვფიქრობთ, უნდა დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც კი, ვისაც მიუძღვის წვლილი აღნიშნული ფაქტის დადგომაში. და მეორე საკითხი, რომელსაც ასე აუცილებლად მივიჩნევთ, გახლავთ ის, რომ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აჭარის რადიოს საქმიანობაში ჩარევის ფაქტის შესწავლა და გვაქვს სურვილი, რომ ახლოს მომავალში საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური კომენტარები გააკეთოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.